მე თითქმის დავაბიჯე მასზე, დაგვიწყეს ნადირობა, გაგვიშვეს, მარჩხალ წყალში ზვიგენი გვყავს, ცეცხლოვანი ნაპერწკალი გვაქვს. ნახე რა უცნაურია ეს. იმედია შიგნით გაფუჭებული უჭებული არ არის. ხუმრობ, ღმერთო ჩემო, მოდი ჩამოვიღოთ. მეორე სუნთქვა, ერთი გძელი ღამე გველის. კოღოები შეხედე ამას. სუმ ჭამენ ძმაო. რამდენი მწერია. ეს უბრალოდ სასაცილოა. ესეთი რამ არასდროს მინახავს. ძალიან კარგი იქნება. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცხოველია მსოფლიოში. საერთოდ ვერ ვიძინებ, შეხედე ჩემს თვალებს. აი ეს ვარ ჩვენ ბიჭებო. ამ კუნძულზე ვცდილობთ გადავჩეთ რამდენიმე დღე საჭმლის, წყლის და თავშესაფრის გარეშე. ეს ერთი გიჟური მისია იქნება. მინდა გაჩვენოთ ბიჭებო, რა მაქვს სურგჩანთაში და მერე დავიწყებთ ამ კუნძულის შესწავლას. ეს უბრალოდ სიგიჟეა. კარგი, მოდი აქვე დავიწყოთ პირველ რიგში გავხსნათ ჩანთა. გვაქვს წყალი. ეს თითქმის ყველაფერი არის, რაც გვექნება მომდევნო რამდენიმე წრის განმავლობაში და ეს საკმარისი არ იქნება. ასე რომ მოგვიწევს კუნძულის შესწავლა და ვნახოთ, რა სითხეს ვიპოვით. ეს დაგვეხმარება გადარჩენაში. ეს პატარა ჰამაკია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ გადავჭიმოთ ის რამდენიმე ხეს შორის, იმედია ცოტა მოგვიანებით. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ამინდისგან დამცავი სისტემის აშენება, თუ აქ წვიმა წამოვიდა. მაგრამ სულ მცირე მიწაზე აღარ დაგჭირდება ძილი. ჩვენ გვაქვს დრონი, რომელიც აშკარად დაგვეხმარება შეიძლება ტერიტორიების დაზვერვაში და ასევე უბრალოდ გაგიკეთებთ მაგარ კადრებს თქვენთვის. გვაქვს GoPro. GoPro-ს ბატარეები დიდად არ დაგვეხმარება. აქვე გვაქვს ჩვენი მაისური. ეს მაისური გაგვათბობს ღამით მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ბიჭებო. რადგან გონია რომ ძალიან აცივდება. აქვე გვაქვს ეს მაგარი ნივთი ბიჭებო. გვაქვს პატარა დანა, ეს არის არც კი გვაქვს მაჩეტე არამე მსგავსი. იმედი მაქვს ეს დაგვეხმარება რომ გავასუფთავოთ რაიმე ცხოველი თუ შევძლებთ საკვების პოვნას. ასევე გვაქვს ფოლადი და ცეცხლსაკიდი. იმედი მაქვს ცოტა მოგვიანებით შევძლებთ ცეცხლის დანთებას, მაგრამ არ ვიცი. ამ ღრუბლებთან ერთად ბევრი ტენიანობა მოდის, ასე რომ არ ვიცი რა შანსები გვექნება. აი ეს აქ ბიჭებო, რასაც ჯუნგლების წვენს ვეძახით და ეს იქნება ჩვენი ვიდეოების სავიზიტო ბარათი. ეხლა მისი დანიშნულებაა რომ მხოლოდ მას იღებ. როცა ფსკერს მივაღწევთ, ეს უნდა მოგწეს მეორე სუნთქვა. თითქმის ისე როგორც ჯაგერნაუტი Call of Duty-ში, როცა მას იღებ და შემდეგ ზომბებისგან მოკლას ვეღარ გიწევენ. ასე მუშაობს ეს ცუდი ბიჭი. და ბოლოს ბიჭებო, ესეც გვაქვს, ამას ხელის შუბს ვეძახით, ეს იქნება ჩვენი იარაღი მომდენო რამდენიმე წრის განმავლობაში, რომ იმედია რომელიმე ცხოველი დავიჭიროთ. რასაც აკეთებ არის ის, რომ ქაჩავ ელასტიკით და მერე უშვებ. ბუმ. იმედია ასე დავიჭერთ რომელიმე ცხოველს. აქვე გვაქვს ჩვენი ნიღაბი და საცურაო ფარფლები, რომ იმედია ამ კუნძულიდან გავცუროთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რომელიმე გიჟი ცხოველის დაჭერას. ზურგჩანთაში აღარაფერი დაგვრჩა, მზად ვართ დავიწყოთ. კუნძულზე ვართ, ვიწყებთ კვლევას. ეს ძალიან მაგარი იქნება ძმაო. წავედით. კიდევ ვიპოვოთ ადგილი, სადაც ყველაფერს დავტოვებთ. აზრი არ აქვს ამასთან ვატარებდე. უბრალოდ უფრო დამღლის და დავხარჯავთ ენერგიას, რომელიც როგორმე სითხით და საკვებით უნდა შევავსოთ. ამ ამოცანაში ეს ხე, აქვე შეიძლება კარგი ადგილი იყოს, რომ რაღაცები დავტოვოთ. სწორია, ამ ქვაზე დავდებ როგორც ხედავთ, ამ ხის ქვეშ ცოტა დაცვა გვაქვს, რაც კარგია. ყოველ შემთხვევაში აქვე ვიპოვეთ ადგილი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მზეს შევეფარებით. ეხლა საერთოდ არ არის ამინდისგან დაცული, მაგრამ რაღაც ტიპის დაცვას მაინც გვაძლევს. როგორც ჩანს, აქ გარშემო ბევრი პატარა პლაჟია ამ კლდოვანი კონცხებით. იმედი მაქვს ამას საინტერესო ნივთებს ვიპოვით, რაც ტალღებმა გამორიკა. როგორც ხედავთ, აქ უამრავი ნაგავია გამორიყული. შეხედეთ ამას. ეს ძველი ქოქოსია, აქვე კიდევ ბევრია. უნდა იყოს რომელიმეში რამე შიგნით, მაგრამ მხოლოდ ნიჟარებია. ამ ქოქოსების უმეტესობა უბრალოდ დალპა. კაცო, ბევრი ვერაფერი ვიპოვეთ. აქვე შეგიძლიათ ნახოთ. ეს ყველაფერი ვულკანური ქვა. ეს პირდაპირ ვულკანებიდან გამოდის. ეს ყველაფერი ლავა და მსგავსი მასალაა. როცა წყალში ხვდება, ესეთ პატარა კენჭებად იქცევა. მაგრამ რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ესაა რომ ამ ქვას ფეხის და ხელის ქვეშ გაიხეხავთ და მკვდარ კანს მთლიანად მოგაშორებთ. მაგრამ ჩვენ ამას არ დაგჭირდება ბიჭებო, იმიტომ რომ აქ მაინც ბინძურები ვიქნებით. და არანაირად არ ვაპირებ ამ ოხიერი პედიკურის გაკეთებას. ამ კუნძულებზე აქ რაღაც ვედრო ან მსგავსი რამ გვაქვს, მაგრამ ამას ვერ გამოვიყენებთ. აი ეს მაგარი ამე გვაქვს, კარგი. ამას აუცილებლად წავირებ, რადგან თუ ცოტა მოგვიანებით წვიმა დაიწყება, ამით ნამდვილად შევძლებთ წყლის შეგროვებას. ეს დიდი ძველი ვედრო ძალიან გამოგვადგება, ასე რომ სწრაფად დავაბრუნებ ამ ვედროს ბანაკში. მზადა, შეხედეთ ამას აქ. ვიცი რომ ეს მტკნარი წყალი არ არის, იმიტომ რომ შიგნით პატარა კრევეტი დაცურავს, აი ის აქ არის.
ის ვერ გადარჩებოდა თუ ეს მტკნარი წყალი იქნებოდა. ასე რომ 100% დარწმუნებული ვარ, ეს მარილიანია. თორემ ალბათ შეგვეძლო დაგველია კიდეც. კარგი, ძველი ლასტი ვიპოვეთ. ეს რაღაცები ჩემს მარცხენა თითს გავს, ისე გაცვეთილია, ასე რომ ამას არ გამოვიყენებთ. ეს ალბათ პირველად ხდება, კაცო. ესეთი რამე არასდროს მიპოვია, ჯანდაბა, გოლფის ბურთი. არ არსებობს, მაო, მართლა გოლფის ბურთი ვიპოვეთ აქ. კარგი, მინდა ეს შევინახო, უბრალოდ კურიოზისთვის. 100%-ით. კარგი, მოგვიწევს ამ კუნძულზე უფრო მაღლა ავიდეთ. ვნახოთ კიდევ რა ვიპოვით. შეხედე ამას აქ. ეს ნამდვილად გამოგვადგება. 100%-ით დიდი ძველი პლასტმასის ნაჭერია. არ ვიცი საიდანაა, მაგრამ ეს ძალიან კარგი აღმოჩენაა, კაცო. კარგი, გავაგრძელოთ ძიება. უკვე ვიპოვეთ რება, უკვე ვიპოვეთ რამდენიმე მართლაც კარგი რამ. ესე რომ ეხლა ბაზის ბანაკში დავტოვეთ. ნახე ეს. გვაქვს შლაპანცები, ამას ვერ გამოვიყენებთ. აი, წავედით. გვაქვს ცოტა თოკი. ამას ნამდვილად გამოვიყენებთ, აუცილებლად წავიგებთ ბაზის ბანაკში. რაღაცა ძველი სნორკელი, რაღაცა მსგავსი, შეიძლება ეს გამოვიყენოთ. ასე რომ ამასაც ბანაკში წავიღებთ. ასევე შევაგროვეთ რამდენიმე მართლაც ეპიკური ნივთი. კარგი, აი, რაც შევაგროვეთ. გვაქვს ჩვენი ზურგჩანთა, ეს დიდი ძველი თავსახური, თელი გორგალი თოკი, გოლფის ბურთების სათლი, რომლითაც რაღაცა შევაგროვებთ. აქ გვაქვს ეს ფილტრაციის სისტემა, რომელიც ალბათ გამოგვადგება და ასევე ეს თოკები და ყველაფერი. გარეთ ისეთი სიცხეა ვიწურები ოფლში, როგორც მსუქანი ბავშვის სპინინგის გაკვეთილზე. ჯერ კიდევ არ ვიპოვია არანაირი სითხე, ცეცხლიც არ დაგვინთია და თავშესაფარიც არ დაგვიმზადებია ამ ღამისა და შემდეგი რამდენიმე ღამისთვის. ამ კუნძულებზე ამინდი ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს. ეხლა ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ შეიძლება ამაგამ საშინლად წვიმდეს და ნამდვილად არ მინდა ესეთ ამინდში ძილი. მგონი სანაპიროზე რაღაც შევნიშნე. შეხედე აქ სანაპიროს ტალღებში. ხედავ ამას? ეს უზარმაზარი სათხუარა თევზების გუნდაა. ხედავ? შეხედე აქვე, კაცო. შეხედე ამას. ხედავ იმ უზარმაზარ სათხუარას გუნდას? იქ რაღაც წყლის თავიც იყო. ეს ძალიან კარგი ნიშანია. რაც რეალურად ხდება ისაა, რომ დიდი თევზები ამ სათხუარას სანაპიროსკენ მისდევენ. იმედია დღეს შუადღით შევძლებთ ზღვაში შესვლას და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა რაიმე საკვების დაჭერას. კარგი, ყველაფერი გვაქვს ჩვენი თავშესაფრისთვის, მაგრამ წყლის პირას პატარა წასახემსებელი გვაქვს, აზეთ შეგვიძლია ვიხემსოთ. ძმაო, ეს საოცარი იქნება. ჯერ ქვა უნდა შევაგროვოთ. შევაგროვოთ. სრულყოფილი ადგილია, თითქოს ნადიმია. აი ესე ვართ, კაცო. შეხედე ამ მაგარ ბიჭს. შეხედე იმ შაუფეხას. მოდი ესეთ შევჭამოთ. ცოტა ნაჭუჭიცაა შიგნით, მაგრამ კაცო, ნაღები, მარილიანი, ძალიან მაგარია. ცოტა ნაჭუჭიცაა, კარგი. მოდი კიდე რამდენიმე ავიღოთ. შეხედე ამას, ჯანდაბა, კაცო. ამ კუნძულზე რამდენიმე ქვიშის ბუზია, ამას გეტყვი. ვიცი რომ წერები და ამინდი აქ ძალიან სწრაფად იცვლება. როცა კარგ მყარ სტრუქტურას ავაშენებთ, შეგვიძლია საკვების შეგროვებაზე გადავიდეთ. და შემდეგ ცეცხლი. ეხლა ბანაკში დაბრუნდებით. ამ ქვას დავიტოვებთ ყოველი შემთხვევისთვის წყლის პირას. და ეხლა დავიწყებთ თავშესაფრის აშენებას, რომ გავიგოთ სად ჯანდაბაში უნდა დავიძინოთ დღესღამით. ეს საოცარია, კაცო, შეხედე ამას. მე და თქვენ ამ ტროპიკულ კუნძულებზე მართლა ამისთვის ცხოვრობთ ეხლა. კარგი, ეს უზარმაზარი პლასტმასის ნაჭერი, რომელიც ვიპოვეთ, ძალიან გამოგვადგება. ფიქრობ, შეგვიძლია ამ ბუნებრივ სტრუქტურას აქვე გამოვიყენოთ და პლასტმასას ზემოდან გადავაფაროთ. ასე შეიძლება რაღაც ტენტის მსგავსი გამოვიდეს, რომლის ქვეშაც ჰამაკს მოვათავსებთ. და მერე, ფაქტობრივად, მაგარი პატარა სახლი გვექნება ამ კუნძულზე. და ეს რამდენიმე დღეს გაგვაძლებინებს. მოდით, ვნახოთ, ავიღოთ ეს და ზემოთ ავიდანოთ. ფაქტობრივად, უბრალოდ გვექნება ეს დიდი, უზარმაზარი ალბათ წვიმის გადასაფარებელი ჩვენს თავზე. ეს წვიმას შეაჩერებს და იმედია. იმედია შევძლებთ მის ბონას. ჯერ საბოლოო ჭრილს არ გავაკეთებ. ძალიან მოშვებულია.
კაცო, ამ თავშესაფრის აშენებისას სულ ვიჟლებით, მაგრამ ხედავთ, საკმაოდ კარგად გამოიყურება. ამ მომენტისთვის ამინდი უნდა გამოგვადგეს, ხედავთ, ცა საკმაოდ ლამაზადაა და ეს აშკარად შეაჩერებს მზეს და მსგავს რამეებს. ხვალ ნამდვილად გამანადგურებს ბიჭებო, როცა ამ შენებას გავაგრძელებთ. სიმართლის მომენტი. კი, კარგი, ცოტა უნდა დავშვიდე, რადგან ბოლო დროს ჩინეთის მაღაზიაში შევარდნილი ხარისავით ვიქცევი. არაფერი მიჭამია. დღეს. ფიქრობ დროა მოვემზადოთ და სანადირო წავიდეთ. ნახოთ, თუ შევძლეთ რაიმე საჭმის მოპოვებას ვახშმისთვის. ასევე უნდა დავანთოთ ცეცხლი, რადგან ეხლა თავშესაფარი გვაქვს. საკმაოდ კომფორტულად ვარ. ხვალ კიდევ ცოტას ავაშენებთ. კარგად გამოიყურება. კარი, წავიდეთ სანადიროთ, წავიდეთ. კარგი. მგონი სანაპიროზე რაღაც დავინახე. დიახ, აშკარად თევზია. აჰა, შუბს ავიღებ. წავედით. შეხედე ამ ბიჭს. ეხლა ხან დავინახე, შეხედე ამას. ღმერთო ჩემო, შეხედე მას, როგორ არის შენ იღბული. ვაუ, შეხედე ამას. აქ ფელი გუნდი თევზებია, აი ეს რაღაც აქ. ვამოწმებ, არის თუ არა აქ რაიმე დიდი ცხოველი, რომელიც შეიძლება აქ დარჩა. ამ მიქცევის გუბეებში, სადაც ჩვენთვის მარტივი იქნებოდა შუბით დაჭერა, ვერაფერს პოულობთ. შეიძლება მოგვიწიოს ნირბით უფრო ღრმა ადგილებში შესვლა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოს სად უდგავარ, რადგან აქ არის ლუჯბეჭდიანი 8 ფეხა, ქვის თევზი, ზღვის ზღარბები, თითქმის ყველაფერი. თან ფეხშიშველი დავდივარ. და სულ დამავიწყდა ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ცხოველი. და ის პირდაპირ ჩემს წინ არის, აი იქ. ეს არის კონუსური ლოკოკინა. ზოგ ადგილას მათ სიგარეტის ლოკოკინებს ეძახიან, რადგან თუ დაგჭყლეტენ, უფრო სწრაფად მოგიღებენ ბოლოს, ვიდრე სიგარეტის მოწევას მოასწრებ. კაც უბრალოდ ვცდილობ, რომ იმ ეკალს მოვერიდო, მაგრამ ეს იქ ნამდვილად მომაკვდინებელია. აქ გადმოღმა უზარმაზარი ხამანწკები არიან. შეხედე ამას. ვაუ, შეხედე ამას. ეს რაღაც უზარმაზარია, შეხედე ამას. კარგი, მოდი ეს ჩავიღოთ. ხამანწკები კარგია, მაგრამ იცი რა ჯობია? ცეცხლზე შემწვარი თევზი. დროა ჩავიცვათ, წყალში შევიდეთ და საჭმელი მოვიპოვოთ. ნამდვილი საჭმელი. ჩემი სექსუალური ტოლვა ზღვარს ცდება, ტესტოსტერონით ზღვარს ცდება. 5000 ხამანწკა შევჭამე, თევზი გჭირდება, წავიდეთ ეთ. კარგი, გვაქვს ფარფლები, ნიღბები და შუბი. დროა წყალში შევიდეთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა საჭმლის პოვნას. არ ვიცი, რას უნდა ველოდო, მაგრამ სანადიროდ მივდივართ. წავედით, კარგი. ეხლა მოქცევა ძალიან დაბალია, რაც ნიშნავს, რომ შორს ვერ გავცურავთ კარგ ადგილამდე მისასვლელად, მაგრამ წყლის გამჭვირვალეობა ალბათ ისეთი კარგი არ იქნება, როგორც დიდი მოქცევით დროს იყო. მოდით ვცადოთ. გვაქვს ხელის შუბი, დიდ ნადავს ვერ დავიჭერთ, მაგრამ იმედი მაქვს, რამე კარგს მაინც ვიპოვით. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, თითქმის დავაბიჯე ამაზე, ნახეთ ეს. აქ უზარმაზარი სკატი გვყავს, თითქმის დავაბიჯე მასზე. ნახეთ, შეგიძლიათ პირდაპირ დაიჭიროთ ის. ნახეთ ეს, მის კუც ვიჭერ, ნახეთ, მის კუც ვიჭერ. ხედავთ ამას? ეს არ მოიწონა, ხედავთ, არ მოიწონა, რომ კუდი დაუჭირე. როგორც ხედავთ, სწორედ აქ აქვს ეკალი. კუდის შუა ნაწილში ზუსტად აქ. აი აქ, აი წავიდა. კუდი დაუჭირე. წარმატება უსურვე. ეხლა თავის გზაზე წავა. მიყვარს სიკვდილთან თამაში, ხო ესეა? წავედით. ვედით.
მართლა ჭკუიდან ვიშლები ეხლა არ მჯერა. ეს საოცარი იყო ბიჭებო, მაგრამ ეხლა ისე მცივა რომ ყველაფერი მიყინულია, უბრალოდ თქვათ ქვემოთაც სულ გამეყინა. გავიტინე. თქვენც ნახეთ იქ ცოტა ზედმეტად სწრაფად გამოვიყენე იარაღი. დავინახე კორალის კალმახი და მაშინვე ვესროლე, მაგრამ վել მოვარდღი. მაგრამ მაინც ერთ-ერთი საუკეთესო თევზი დავიჭირეთ. აი ეს ბიჭებო, ულამაზესი ტუსკფიშია. იდეალური ზომაა რომ აქ ამ კუნძულზე შევჯამოთ. ცეცხლზე შემწვარი ეს თევზი საოცარი იქნება. მათ სინამდვილეში ლურჯი ძვლები აქვთ. ძალიან უცნაური თევზებია და შეგიძლიათ ნახოთ რომ უზარმაზარი ეშვეები აქვთ. ამიტომაც ეძახიან ტუსკფიშს. რასაც ისინი აკეთებენ არის ის რომ ჭამენ ქერქიანებს. ჭამენ სკალოპებს და სხვა უცნაურ რაღაცებს. სწორედ ამიტომ აქვთ ასეთი დიდი კბილები როგორც ხედავთ. მაგრამ ეს თევზები ოკეანეში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი იქნება და ვერ ვიჯერებ პირველი დრისათვის საჭმელი უკვე გვაქვს. კაცო, კარგი, მოდი ცეცხლი დავანთო, დღეს საშინლად მცივა და მოდი ეს თევზი შევწვათ. გავაკეთეთ ეს, კაცო, რაღაც საჭმელი უკვე გვაქვს. მაგრამ ხვალ კიდე უფრო მაგარი იქნება, იმიტომ რომ მინდა შური ვიძიო იმ კორალის კალმახზე. უნდა გავაკეთო ეს, კაცო. მან პირდაპირ დაგვიბლობდა შუბი, ასე რომ ხვალ იმ თევზზე ვინადირებთ. ის უსაფრთხოდ არ არის, კარგი. ესე რომ, აი რას ვფიქრობ ახლა. აქ გვაქვს ჰამაკი, მგონია თუ ცეცხლს გავზრდი აქედან საკმარის სითბოს მივიღებთ. ასევე შეუძლებ ამ ქვების გამოყენებას თევზის მოსახალშად. კარგი, დავიწყოთ შეშის შეგროვება. აქ საკმაოდ მშრალი რამეებია. უკვე გზნობ როგორ მიტევენ წერები, ასე რომ ბევრი შეშა უნდა შევაგროვო. არანაირი შანსი არაა რომ ხვალ გავიღვიძო და 8000 კოღოს ნაკბენი მქონდეს. კარგი, ნემბა გვაქვს, ჩვენ ნემბა ვართ, ნემბა გვაქვს. კარგი, მგონი გამოვიდა. ცეცხლში რაღაცა განსაკუთრებულია. ის უბრალოდ ძალიან გახარებს ადამიანს. გეფიცები, სითბომწერებს აშორებს. მგონია რომ ამაგამ საშინლად გრძელი გამეგველის. მგონია ძალიან ცივი იქნება და მწერები საშინლად შემაწუხებენ. ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ ბიჭებო, ჩვენი ცეცხლი საკმაოდ ჩამქრალია. ხედავთ ძლივს ღანთია ეხლა, უბრალოდ ბოლავს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაქრეს ეს ცეცხლი. ეს ერთადერთი გზაა რომ თევზი მოვამზადოთ. კარგი, ეხლა ცეცხლი კარგად გიზგიზებს. ვაუ, კაცო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაგვიქრეს ეს ცეცხლი. ეს ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ეხლა. ეხლა რაც გვინდა უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვხარშოთ ეს თევზი. და მე იდეალური გადაწყვეტა მაქვს. ნახე რა გამოვიდა. აქ მაჩეტე არ მაქვს, ასე რომ ხელებით მოგვიწევს მუშაობა, მაგრამ ეგეც უნდა გამოგვადგეს. რასაც ახლა გავაკეთებ, ეს ტოტები უნდა მოვაშორო. ეს არ გვჭირდება, უბრალოდ ამას შევინახავ. ეს გრძელი და სწორი ნაჭერია, ზუსტად იდეალურია. აი იქაც მშვენიერი ტუსკფიში ყავს. ეხლა ამას გავასუფთავებთ, ასე რომ პირდაპირ ანალურ ხრელში შევაცურებ. ნელ-ნელა თავს 17 მეტრისკენ ჩავიყვან. შეგიძლიათ ნახოთ, აი ესე. და ეხლა გავხსნი. მინდა ყველა შიგნეული ამოვიღო, რომ ნახოთ აი აქ მის ლაყუჩებთან. ყველა შიგნეულს ამოვიღებთ. ალბათ ესაა საუკეთესო გზა თევზის მოსამზადებლად, როგორც მე ვფიქრობ. ბიჭებს ასეთი სტილის გადარჩენის რეჟიმი მოსწონთ. სინამდვილეში ეს მწვანე ჯოხი დავლესე, ასე რომ ის უბრალოდ გაახრեց და ბოლომდე გაივლის. და ბოლოს თევზი ჯოხზე გვექნება. ზუსტად ესე იდეალურია პირდაპირ ცეცხლზე დასადებად. კარგია, მზადა, ყველაფერი რიგზეა. აი რატომ ავაშენეთ ეს იმ ორ ქვასთან ახლოს? შემშვენიერო, შეხედე ამას. ალბათ თითო უმხარეს 10 წუთი დავაცადებს და მერე მზად იქნება. ტემპერატურა ძალიან დაეცა ბიჭებო და ის კოჰოებიც გამოჩნდნენ, გეუბნებით ამას. მაგრამ ეგ წეული ქარი ძმაო, ძალიან ცივა, ქვემოთაც ყველაფერი იკუმშება, მოდი გადავაბრუნოთ. ვაუ, ძმაო, საოცრად გამოიყურება. დღეს ძალიან დიდი დღე იყო.
ყოველ შემთხვევაში აქ რაღაც თავშესაფარი მაინც გვაქვს, ჰამაკიც გვაქვს, საჭმელიც ქვემოთ მზადდება, მაგრამ გონია რომ ხვალ კიდევ უფრო გიჟური დღე იქნება. 100%-ად. ენერგეტიკული შოტიც გვაქვს, რომელიც უნდა დავლიოთ, მაგრამ მას იმ მომენტისთვის ვინახავთ. როცა ყველაზე ცუდად ვიქნებით, როცა ენერგია აღარ გვექნება, მაშინ დავლევთ მას. ბიჭებო, დღეს იქ რამდენიმე მაგარი ცხოველი ვნახე, მართლა მინდა ვნახო ხვალ თუ შევძლებ კარგების პოვნას. თუ შევძლებდი მაგალითად ლობსტერის ან მსგავსი რაღაცის დაჭერას, ეს დაუჯერებელი იქნებოდა. კარგი. თითქმის ცეცხლში ჩავაგდეთ. ეს კარგი არ არის. კარგი, ეხლა მივცემთ მას შანსს, რომ ცეცხლის ქვას მოუაროს. საბედნიეროდ იქ ზემოთ ცეცხლის გასაჩენი მშრალი მასალა ვიპოვეთ. იმიტომ რომ ალბათ 30-დან 45 წუთამდე ვცდილობდით ცეცხლის გაჩენას და არაფერი გამომდიოდა. ამიტომ ეხლა უბრალოდ მიხარია რომ საჭმელი გვაქვს, თბილი ცეცხლი გვაქვს. აქ ამ კუნძულზე ეხლა საშინლად ცივა. ასე რომ ბედნიერი კაცი ვარ. როგორია ეხლა მზის ჩასulis ხედი? მგონია რომ ბოლო რამდენიმე კვირა ცხოვრება ძალიან ქაოტური იყო. უბრალოდ სულ სირბილია გაუჩერებლად, ძალიან ბევრს მოგზაურობდი. და ბიჭებო, ამ ვიდეოში უბრალოდ მინდოდა ყველაფერი ძირეულად გამემარტივებინა. მე და თქვენ აქ ამ კუნძულებზე საკუთარ საჭმელს ვიჭელთ, დღეების განმავლობაში უბანაკობთ. ძმებო, სწორედ ამის გამო ვაკეთებ ამას და ძალიან მიყვარხართ. თუ ახზე ახალი ხართ, მე ვქვი ვეიდი. აქ ვეიდ პაპენფუსის offshore tales-ის არხზე თავგადასავლებით ცხოვრობთ, ვიკლევთ ოკეანეს, საკუთარ საჭმელს ვიჭებთ, ვბანაკობთ. ეს ნამდვილად ისაა, რასაც ვაკეთებთ. ძმებო, ძალიან მიყვარხართ, მართლა შეცვალეთ ჩემი ცხოვრება. ვერ ვიჯერებ, რომ ამას ჩემს სამუშაოდ ვეძახი. თუ გააგრძელებთ ჩემს მხარდაჭერას, გპირდებით, არასდროს შევწყვეთ ვიდეოების გაკეთებას. ეს ყველაფერი სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს. ძმაო, როცა ამაზე ვსაუბრობთ, ანში ჟრუანტელი მივლის, მაგრამ მგონია რომ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ქვეყანაზე. მართლა. კუნძულებსა და ოკეანეს ვიკვლევ. ეს ყველაზე მეტად სახში მაგძნობინებს თავს. ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს შესაძლებლობები მომცა და თქვენც აქ მოგიყვანათ. მართლა მთელი გულით ძალიან მიყვარხართ ბიჭებო. მადლობა თქვენ. გონი უკვე მზადა. კარგი, ეხლა მოვხსნით. კარგად გამოიყურება, ნეტავ შეგეძლოთ, იგრძნოთ, რა სუნი აქვს ეხლა. ღმერთო, რა კარგი სუნი აქვს. ვეღარ ვითმენ, როდის მოვხევ ამ ხორცს. შეხედეთ ამას. გვექნება ულამაზესი თევზი ტუსი. პირდაპირ მივადგებით ამას. ეხლა ისე მშია. ამ თევზებს დიდი ქერცლები აქვთ, რაც იცავს ხორცს შიგნით, მაგრამ ამ თევზის ხორცი ჩვეულებრივ ძალიან რბილია. შეხედეთ ამას, ეს ულამაზესი თეთრი ხორცია. შეგვიძლია პირდაპირ თითებით ავიღოთ და ძვალს მოვაცილოთ. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო. დღეს ამ თევზისთვის ვიმუშავეთ ბიჭებო, მართლა ძალიან ვიშრომეთ, მაგრამ შეხედეთ ამ ხორცს. ვერაფერს დავკარგავ ამ ყველაფრიდან. ამისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს, კაცო. მზის ჩასვლის ატმოსფერო, ლამაზი, ეხლად მომზადებული თევზი. იცი რა გზნობაა, როცა ასეთ საჭმელს ჭამ? იწებ ცოტათი გაგიჟებას. ამ კუნძულებზე მარტო რო ხარ, მაგრამ Bon appétit. ჩვენ აქ დროის გასაყვანად არ ვართ. ნახეთ, პირდაპირ მთლიანად გავასუფთავე. ხედავთ ბიჭებო, აი ამიტომ ეძახიან blue bones. არ ვიცი, ხედავ თუ არა ძვლებს პირდაპირ აქაა, ფლორესცენტურივით, ღია ლურჯია. ძალიან მაგარია. კარგი, მორჩა. ეხლა დაუჯდეთ, დაუტკბეთ მზის ჩასვლით და მოვემზადოთ წინ არსებული ღამისთვის. მზე თითქმის ჩაესვენა, ეხლა უკვე ხედავთ, რომ თითქმის რამეა. კაცო, არ მოგატყუებ, აქ ამ წუთას იმდენი წყეული კოღოა. ესეთი ბევრი კოღო არასდროს მინახავს. შეხედეთ ამას. ეს ყველაზე კოღოებით სავსე კუნძულია, სადაც კი ოდესნო ყოფილ ვარ. კოღოები მჭამენ, ძმაო, ალბათ ამ ცეცხლზე მომიწევს ძილი, რადგან თქვენც ნახეთ, რამდენი კოღოა აქ. უსაზღრო რაოდენობაა. თუ ამ ცეცხლის ქარის მხარეს დავჯდები, კოღოები აღარ მეკარებიან. მაგრამ იმდენად ბევრია, რომ ცეცხლს სულ ვანთებ. იმედი მაქვს ეს მთელი ეს კვამლი და ყველაფერი კოღოებს ჩვენს ბანაკს დააშორებს. იმიტომ რომ კოღოები მჭამენ, ფეხები სულ მეწვის. რა გიჟური დღე იყო დღეს. ხედავთ როგორ ანთია ცეცხლი. ჯერ კიდევ არ მჯერა რომ დღეს ეს გოლფის ბურთი ვიპოვეთ. იქავით ჩემი იღბლიანი გოლფის ბურთი. კარგი, მე მივდივარ. ხვალ დილით ადრე გნახავთ.
როგორაა ყველაფერი ახლა? ვარსკვლავების საოცარია. ბიჭებო, ალბათ უკვე ამის 1 საათია ახლა. ჩვენი კოცონი ახლა ხანს ჩაქრა. ვცდილობ ისევ ავანთო, მაგრამ კოღოები მჭამენ და აქ საშინლად ცივა. ეს კარგი არ არის, კაცო. დილით მზის სამოსვლას რომ ნახავ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. დილამშვიდობისა, მეგობრებო. თვალებში ქვიშა მაქვს. მეორე დღეა, ხედავთ ცეცხლი ისევ გიზგიზებს. ამ ძულთას მზის სამოსლო უბრალოდ საოცარია. გუშინ ღამით ისეთი სიცივე იყო, რომ ჰამაკში ვეღარ გავძელი. რამდენიმე საათით ცეცხლთან მომიწია ძილი, რომ გავთბილიყავი და მერე ისევ დამეძინა. მაგრამ სულ დავიღალე. ხედავთ როგორ ამოვარდა ქარი. ახალი დღის შეგრძნება. შეხედეთ ამას. ეხლა გიჟურ პირობებში გავიღვიძეთ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ღამით ძალიან ციო და მაინც არ წვიმდა, შეხედეთ ამას. ვარდისფერიცაა, ლურჯიცაა, ბრძოლა გრძელდება. ახალი დღეა დღეს. წავიდეთ, გავთბეთ და ყველაფერი მოვამზადოთ. და შემდეგ ბიჭებო დავიწყებთ საკვების, წყლისა და თავშესაფრის ძიებას. ეს არის ის, რაც უნდა ვიპოვოთ. კარგი, ეხლა წყალი ბოლომდეა გასული, ხედავთ? შეხედეთ ამას, აქ იმდენი სანაპიროა. ეხლა მივდივართ და ქვას მივეკარებით, რადგან ეს იქნება ჩვენი ერთადერთი საუზმე. მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ მოქცევა ისევ არ ამოივსება, დილის 6 საათია, სანაპიროზე, ქვას ვეკვრებით. კიდევ სად გინდათ იყო ცხოვრებაში? იხვების ბარო, რადგან ქანებზე გადის. მოდით დავიწყოთ. დილისთვის ახალი ოსტრიები. მარილიანი კრემისებრი ტექსტურა აქვს, მაგრამ კარგი გემო აქვს. Wow. Oh baby. ცოტა ნაჭუჭი იყო ამაში, კარგი. მინდა ვნახო თუ რამე გამორიყა ღამით სანაპიროზე იმ დიდმა მიქცევამ, რომელიც მოვიდა, კარგი. სანაპიროზე ცოტა ვათვალიერებ და ვხედავ სად ამოვიდა ეს მიქცევა. ძირითადად ნაგავია, რაც ღამით გამორიყა. ბევრი კარგი რამ არ ჩანს. მეტად მეტი ხეა, რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ, აშკარად ახალი ქოკოსი არაა. ან მე მაინც ვერ ვიპოვე. ეს საოცრად იგრძნობა. მზე გამოვიდა. შეხედე ამას. ბოლო 8 საათია მზეს ვლოცულობდი. ეხლა კარგად თვებით. და წინ დიდი დღე გვაქვს. გეგმა ესეთია. მინდა მეტი შევისწავლო ეს კუნძული და გავიგო, შეგვიძლია თუ არა მეტი საჭმლის პოვნა ბიჭებო. ასევე უნდა ვნახოთ, შევძლებ თუ არა რაიმე სითხის პოვნას. იქნებ ქოქოსი ან რაიმე ხილი. ამ კუნძულზე დღეს კუნძულის დათვალიერებაში მაგარი დღე გვექნება. მაგარი იქნება. ვაპირებ დავწმუნდეთ, რომ ცეცხლს არ დავკარგავთ. რა კარგი გათბობა. კარგი, ცეცხლი გარეთ გიზგიზებს. მე ჰამაკში ვსვენ ვარ. ველოდებით მოქცევას და მერე დავიწყებთ ამ კუნძულის შესწავლას. ჩვენ მხოლოდ ცოტა წყალი დაგვრჩა. ბიჭებო, უნდა გავძლოთ ხვალ დილამდე, ასე რომ ვფიქრობ, ცოტა უფრო შორს უნდა დავიწყოთ შესწავლა. შეიძლება ვიპოვოთ ქოქოსი, რაც დილას ძალიან კარგი ტკბილი საჩუქარი იქნებოდა. ამ კუნძულზე მაინც ერთი კარგი ქოქოსი მაინც უნდა იყოს. ნახეთ აქ ქვემოთ რამდენი გატეხილი ქოქოსია. არაფერი. ეს გაიგო, ნე? გონი ერთი ვიპოვეთ. იმედია შიგნით გაფუჭებული არ არის, მაგრამ გარედან კარგად გამოიყურება. უნდა გავარღვიოთ ეს წავისებრი კანი ბიჭებო და ჩავარწიოთ შიგნით. აი ამიტომ მოვედი სწორედ ამ ქვასთან. ნელა დავიწყებ მისი კანის აძრობას. ამას ცოტა დრო დამჭირდება. ბიჭებო. კარგი, მოვახერხეთ. აი ეს დაგვრჩა.
გესმის რომ შიგნით რაღაცა აქვს, არ ვიცი, გაფუჭებულია თუ არა. ქოქოსის დროა. გთხოვ, კარგი იყოს. აი 3 პატარა თვალი აქვს. ეხლა რაც შეგიძლია გააკეთო არის ის, რომ უბრალოდ აიღო ჯოხი და ჩაარჭო. იმედია კარგია. კარგი, უკვე ელპობა იწყება, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ დალპა. არა, ვერ შევძლებ, იცი რა. რძეს გავს, მაგრამ უკვე მჟავდება. იქნებ მაინც დაულიო, კაცო. ბევრი სითხე არ გვაქვს. კარგი, ცოტას დავლევ, იმედი არ მოვიწამლები. ხოლო ეს მაწუხებს. შეიძლება უკვე დუღილი დაიწყო შიგნით. კარგი. აუ, გემორავაც ვერ აქვს სწორი. კარგი, ეხლა გავხსნი. ნახე, შეგიძლია ნახო, თელი ხორცი, კარგი. მოდი ხორცსაც ვცადოთ. ხედავ კარგი. ცოტა არასწორია. კარგი, ქოქოსი, კუნძულზე საუზმეზე. ახლა ნახევარი ქოქოსი შევჭამე. ამ მეორე ნახევარს შევინახავ, როცა ცოტა მოგვიანებით სანადიროდ წავალთ. მე ვიცი ერთი კერძი, რომელსაც გამოვიტანებთ თუ ზღვის პროდუქტებს ვიპოვით და ამ ქოქოსთან ერთად მოვამზადებთ ძალიან გემრიელი გამოვა. კაცო. ამას შევინახავთ, ბანაკში დავბრუნდებით და მზად ვიქნები. კარგი ბიჭებო, აქ სიტუაცია რთულდება, ქარი ძლიერდება და გარეთ ყველაფერი ცუდად გამოიყურება. მხოლოდ ერთი რამ გჭირდება და ეს არის ეს მაგარი ნივთი. ეს არის ჯუნგლების წვენი ბიჭებო და ეს ჩემი მეორე გამარჯვებაა. ამას მხოლოდ ასეთ გადარჩენის მისიებზე გამოვიყენებ. როგორც კი ამას დავლევ, იმედი მაქვს მეორე ძალას მოვიკრებ და შეგვიძლია გავაგრძელოთ. არ მოგატყუებთ, ჩემი იმუნური სისტემა უკვე ეცემა. ასე რომ ბუმ, წავედით. ჯუნგლების წვენი. ეს ჯერ მხოლოდ პირველია. მეორე სუნთქვა? მეორე სუნთქვა ძმაო. კარგი, ვფიქრობ უნდა გავარკვიოთ ბანაკი თუ უძლებს თუ არა ნადირობაზე წავალთ. ნახოთ საჭმელს თუ იშოვით. წავედით. ბანაკი უძლებს, ბანაკი კარგად გამოიყურება, თქვენ ხედავთ, აქ საკმაოდ კარგი თავშესაფარი გვაქვს. და ნახეთ, დღეს წვიმა არ ჩანს. პირდაპირ გიჟურად გამოიყურება გარეთ. ჩვენი ჰიდროკოსტიუმი ისევ სველია. ეს სასიამოვნო არ არის. დროა წყლიდან ამოვიდეთ. ბიჭებო, წავედით. ის საკმაოდ ქარიანია, საკმაოდ უხეში. მაგრამ ჩვენ იქ ვართ. წავედით, წავიდეთ ვნახოთ რა არის ამ ქვების გარშემო. აქ ახლა საკმაოდ უხეშია, უბრალოდ ცურავთ აქეთ-იქით, როგორც ცეზარის სალათი.
ეხლა ისე მცივა რომ პატარა ცხვირიც კი მეტინება, მაგრამ მარჯნის კალმახი დავიჭირეთ. შეხედე ამას. ღმერთო ჩემო, შეხედე მას. ულამაზესი მარჯნის კალმახია. შეგიძლია ნახო მისი ფერები? ეს უბრალოდ სიგიჟეა. ეს აშკარად განკუთვნილია მარჯნისა და მსგავსი რაღაცების ასახვისთვის. ასე რომ ძალიან კარგი ზომისაა, მით უმეტეს ხელშუბით დაჭეჭერილისთვის. ასე რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამით. ეს იქნება ჩვენი ვახშამი აქ კუნძულზე. დაუჯერებელია ძმაო. ეს ოკეანეში ერთ-ერთი უგემრიელესი თევზია. კარგი. წავიყვანთ და დავაგდებთ მას კლდეზე და ცოტა მოგვიანებით ის ჩვენი ვახშამი იქნება. აქ დავაგდებთ, აქვე შეუძლია დაჯდეს. ნახე ეს. ზღვაში მეჩხე წყალში ზვიგენი ყავს. ნახე ეს ზვიგენი, ხედავ მას? დიდი მუქი ჩვდილია, ხედავ? აქ ზვიგენია. ნახე მას. ის აქ არის, ძმაო. პირდაპირ ჩემკენ მოდის. ნახე მას, ის მოდის საჭმელად. ალბათ იგრძნოინ თევზის სუნი, რომელსაც ვყრიდით. ეს სიგიჟეა, ძმაო. ვაუ, უბრალოდ შვიდად მოდის. შეიძლება აქ მზიანი და კარგი ამინდია, მაგრამ ქარი ძალიან ცივია. ჯერ კიდევ გუშინდელი ღამიდან ცივდები. კარგი, ეხლა დავიწყებ ჩვენი ლამაზი მარჯნის კალმახის პეპელასავით გაშლას ბიჭებო. პირველ რიგში ავირებ დანას და პირდაპირ ანალურ ხვრელში შევაცურებ. აქ ეხლა ძალიან მაგარ, ესე ვთქვათ, ფილირების ტექნიკას გამოვიტანებ ამაზე. იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი თევზია. ასე რომ მინდა კარგად და ფრთხილად გავაკეთო ყველაფერი. ეხლა გავხსენი, ხელებს შევყობ, ამოვიღებ და ყველა შიგნეულობას ამოვიღებთ. ეგ არაფერი გვინდა. ეს ხორცი ჯერ კიდევ მოძრაობს. და ესეც მზადაა. აი აქ შეგიძლიათ ნახოთ ულამაზესი პეპელასავით გაშლილი მარჯნის კალმახი. ერთი მხარე მთლიანად ხორცია, მეორე მხარეს კი ხერხემალია დარჩენილი. შემდეგ შევძლებთ თევზის დასადები გავაკეთოთ და პირდაპირ დავდოთ. ცოტა შეშას შევაგროვებ. უნდა ავანთოთ ცეცხლი და კარგად დავანთოთ. რასაც ვაკეთებ, ესაა რომ აგროვებ რამდენიმე ამ ქოქოს, რადგან ისინი ძალიან კარგია ცეცხლზე დასადებად. ისინი იწვის და ბევრ ბოლს უშვებს, რაც ნიშნავს, რომ ფევზს ძალიან კარგ გემოს მისცემს. ჰეი, მადლობა ყურებისთვის. რასაც ვაკეთებთ ამით, უბრალოდ ვაშორებთ ყველა პატარა ტოტს. ჩვენ უბრალოდ მოვამზადებთ ამას და ვაქცევთ თევზის შესაბოლებელ ჩარჩოდ. ძალიან მარტივი და ადვილია. გვაქვს 3 ღერო. ეს გადავაფარეთ ჩვენს მორებზე და ქვემოთ გვაქვს კარგი ნაკვერჩხლების ფენა. წავიდეთ. ავიღოთ ჩვენი თევზი, კარგად გაჭრილი და გახსნილი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მეთოდია ამის გასაკეთებლად. მთავარი მიზანია, რომ თევზი გაჭრათ და ხორცი გამოჩნდეს. შემდეგ კი უბრალოდ ცეცხლზე დევს. ეს ისეთი გემრიელი იქნება. კარგი, მოდი ვნახოთ, როგორ გამოიყურება ის. საკმაოდ კარგად გამოიყურება. ალბათ ცოტა უფრო გრძელი, ვფიქრობ. კარგი, ჩვენი თევზი თითქმის მზად არის. აჰა, ნახეთ, ცეცხლი ჩამქრალია. ჩვენ მოუხაშეთ ჩვენი მარჯნის კალმახი, ასევე გვაქვს ეს ქოქოსი, რომელიც ცოტა ადრე ავიღეთ, აბა რას ვაპირებთ? აი ამ კაცისგან ერთ ნაჭერს ავიღებთ, აი აქედან, ცოტა ქოქოს შევჭამთ. ეს საუკეთესოა, რაც შეიძლება იყოს. შეხედე ამ მარჯანს თევზს, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა. კარგი, მოდი ამ ნაჭრებს ავიღოთ. ეხლა ამას კუნძულზე ვაკეთებთ. იმედია, ვერ ვიჯერებ, რომ ეს ხელშუბით დავიჭირეთ. საუკეთესო რამ, რაც ამ თევზთან გავაკეთე, ისაა, რომ მოუწიე. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ცოტა ხნით შევინახოთ და საღამოს შევჭამოთ. იმიტომ რომ არ ვიცი, შევძლებ თუ არა კიდევ ერთხელ გასვლას და თევზის დაჭერას. წყალი ტალახივითაა, ქარმა აურია და საშინლად გამოიყურება. კარგი, ცოტა ხნით უნდა დავისვენო, ეს ქარი სულ მაცლის ძალას. ამ კუნძულზე ყველგან მწერები არიან. ბიჭებო, ეხლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვარ. უნდა შემენახა ის ჩანგლის წვენი ეხლა. გაგვიმართლა, რომ ადრე წავედით სანადიროდ, ბიჭებო. თორე თევზს ვერასდროს დავიჭერდით. ეხლა იქ მხოლოდ ტალახიანი წყალია. ქოქოსი მაქვს ხელში გაჩხერილი და ასევე ხამანი.
ასე რომ არ ვიცი რა გვექნება ვახშმად, ცოტა იმ თევზიდან შევაშრე, ასე რომ ეგ გვაქვს. ალბათ ეგ შეგვიძლია ვჭამოთ. არ მგონია რამეს მოვიპოვებდეთ. ცოტა პრობლემაა, თითქმის აღარ გვაქვს წყალი. ერთადერთი კარგი რამ რაც ახლა გვაქვს, არის ჩვენი თევზი, ჯერგი, რომელიც ნელ-ნელა იწვება იქ. უბრალოდ იქ ვტოვებ, რომ თბილი იყოს. და კიდევ გვაქვს ქოქოსი იქვე. მაგრამ ბიჭებო, ვერ აღვთე, რამდენად ცივა აქ ახლა. განსაკუთრებით, როცა მხოლოდ ეს მაისური მაქვს. ეს უბრალოდ სასაცილოა. კარგი, ბანაკის უკან დავტოვებთ. სიტყვით ვხინავ დიდებს. ავიღეთ ჩვენი ხელის შუბი. ეხლა ნადირობის რეჟიმზე გადავდივართ. ეს შეიძლება უკვე ნაპოვნიც იყოს. ხუმრობ. სიტყვით ბარნაკლებია ამაზე ამოსული. ნახეთ რა უცნაურია ეს. ამ ბოთოლზე პირდაპირ ბარნაკლებია ამოსული. მაგრამ სინამდვილეში მგონია რომ აქ შიგნით სუფთა სასმელი წყალია. მოდი ვცადოთ. სრულად ვარგისი სასმელი წყალია. ეს დაუჯერებელია, კაცო, როგორია ბარნაკლების ბოთლი. კარგი, ამას გამოვიტანეთ, აუცილებლად ავიტანთ ბანაკში. კიდევ ცოტა სითხე გვაქვს აქვე. ეს ძალიან კარგია. ნახე რა რამეებს პოულობ ნაპირზე გამორეცხილს. კარგი. თუ დღეს ღამით კოცონთან გული მუცელი ამომივა, იცოდეთ რომ ბარნაკლების წყალი კარგი არ იყო. ნახეთ ეს, ნაუტილუსი გვიპოვია, კაცო. აი ეს ნაუტილუსის ნიჟარაა, ბიჭებო, დიდი ძველი ნამარხი, რომელიც ძალიან მაგარია, კაცო, შეხედეთ რა ლამაზია. კარგი, აქ დავტოვებთ. ვიღაცა ცხოველი ამას სახლად გამოიყენებს. ხუმრობთ? ეს ალბათ ყველაზე დიდი ხამანწკაა დედამიწაზე. შეხედეთ, ეს ჩემი ხელის ზომაა. ეს თავისთავად მთელი საჭმელია. ღმერთო ჩემო, ხედავთ ამას? ეს ალბათ ყველაზე დიდი ხამანწკაა დედამიწაზე. შეხედეთ ამას, ეს მთელი საჭმელია. თითქმის დავაგდე. ეს პირდაპირ მთელი საჭმელია თავისთავად. კარგი, მოდი შევჭამოთ. არ ვიცი, მომწონს თუ არა ეს როცა ვიკბინე, დიდი ნაღების ბურთივით გამოიყურებოდა. უბრალოდ გააგრძელე. ხედავ, ყოველთვის კარგია დაბალ მიქცევაზე სიარული. არ იცი რას იპოვი. შეგიძლია იპოვო გიგანტური ხამანწკები, რომლებიც შენს ტესტოსტერონს სრულიად ახალ დონეზე აიყვანს და ასევე ცოტა მტკნარი წყალი. კი, და ნაუტილუსის ნიჟარა. სახლი, ტკბილი სახლი, პატარა, ვაჰუ, ძვირფასო, სახში ვალში ვარ. სიტყვით აქ არავინაა ჩემს გარდა. და თქვენ, როგორი ატმოსფეროა? ეს ერთი პალმა ამ პატარა ყურეში. კარგი, შეგიძლიათ ნახოთ. ეხლა უკვე თითქმის სულ ბნელდება. ჩვენ გვჭირდება დიდი ალი ავანთოთ ამაღამ ბიჭებო, სხვა გზა არ არის, დიდი ცეცხლი უნდა გქონდეს. სხვა ამბავი ისაა, რომ მართლა ყვავების ხროვამ ჩემი ქოქოსი მომპარა. შეხედეთ ძაღლებს, ხედავთ მათ? აი ისენი არიან, დაახლოებით 5 არიან. მათ ჩემი ქოქოსი მომპარეს. დავედევნე მათ, სანამ ჩემს თევზს აიღებდნენ, მაგრამ ქოქოსი მაინც წაიღეს. დესერტისთვის ვინახავდი. კაცო, ეხლა ძალიან გაბრაზებული ვარ, უნდა გავაგრძელოთ. ეს გვინდა ძმაო, ეს გვინდა. უბრალოდ გადავწიოთ ჩვენი ჰამაკი, ბიჭებო. დღეს ღამით წვიმა არ იქნება, მაგრამ ცივი იქნება. ამიტომ პირდაპირ აქ ცეცხლის გვერდით დავდგი, შეხედეთ? ხედავთ, ეხლა მზის ჩასვლა გვაქვს. ის გიგანტური ხამანწკა, რომელიც ცოტა ხნის წინ მივირთვით, კუჭს პირდაპირ მიწოვს. ის ყველაზე უცნაურ ხმებს გამოსცემს. ასე რომ ვიმედოვნებ, ღამის განმავლობაში ოხერი დიარეა არ დამეწყება. ეს აქ კუნძულებზე არ მოხდება. მოდი უნდა ვიყოთ ძლიერები. ვერც ერთი ხამანწკა ვერ დამამარცხებს, კარგი? ხვალდილით ადრე გნახავთ ბიჭებო. ჩვენ ველოდება ერთი ცივი და მარტო ღამე, მაგრამ ძალიან მიყვარხართ ბიჭებო. ხვალამდე, ბევრ სიყვარულს გიგზავნით. ეხლა ალბათ 3 საათი და 30 წუთია დილას. საერთოდ ვერ ვიძინებ, ძალიან ცივა აქ. პირდაპირ ჩვენი ცეცხლის თავზე მძინავს ახლა. ეს ერთადერთი გზაა რომ გავთბე. მაგრამ მგონია რომ ცეცხლი მომეკიდება ძმაო, საერთოდ ვერ ვიძინებ აქ. შეხედე ჩემს თვალებს. დღეს დილით ისეთი სიცივეა.
ეს ალბათ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ღამე იყო. დღეს დილით ამას ვგრძნობ. გუშინ ღამე საშინლად ცივი იყო, მიწაზე მომიწია დაძინება. ბიჭებო, რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ჩვენი ჰამაკი პირდაპირ შუაზე გაიხა. ნაპერწკალი დაეცა და გახია. და როცა დავეცი, პირდაპირ კუდუსუნი მოვიტეხე. და კიდე ისეთი ცივი იყო, რომ ფაქტობრივად ცეცხლთან ძალიან ახლოს მომიწია ყოფნა. იმდენად ციოდა. ეხლა მესამე დღეა და ყველა რესურსი ამოგვეწურა. ბიჭებო, წყალი აღარ დაგვრჩა. მთელი თევზი და ჯერ კი შევჭამეთ და მართლა აღარ შემილია. მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩა გასაკეთებელი. ამასაც დავამთავრებთ. შემდეგ ლეგენდას შეუძლია ეს წაიღოს ბიჭებო. დროა ყველაფერი ჩავალაგო და აქედან წავიდეთ. ძალიან გამიხარდა რომ ჩემთან ერთად იყავით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი. მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველაზე მეტად თქვენ მიყვარხართ ბიჭებო. მეტი ვიდეო აქ არის.